დღევანდელი რეალობა ძალზედ მძიმეა ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ძალადობის უამრავი მაგალითი მიეწოდება მოზარდს ტელევიზიით, თუნდაც ზოგადად ინტერნეტის საშუალებით. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ფსიქიკა შერყეულები თანატოლებში ადგილის დასამკვიდრებლად მიმართავენ აგრესიას. და ნაცვლად იმისა, რომ ეს ინფორმაციის წყაროები ეს სოციალური იქნება თუ ტელევიზია თუ ნებისმიერი ინტერნეტი გადაგებდნენ და ასწავლიდნენ ერთობასა და სიყვარულს. წარმოიდგინეთ თქვენ საშინელ ძალადობას და უღმრთოებას იუწყებიან. და რაც საპატიმროში ხდება, ეს არის უკვე შედეგი აი ამ უღმრთოებისა. დიახ. ადამიანიც იმდენად გამოფიტულია სიყვარულისგან და მეგობრული ურთიერთობებისგან, რომ დანაშაულამდე მიყავს კაცი, გამოსავალს ვეღარ ხედავ. და დანაშაულს კიდე რა თქმა უნდა ციხეში. ეს არის ყველაფერი სიყვარულის ნაკლებობიდან გამომდინარე. და წარმოიდგინეთ, რომ საპატიმროში თუ ვინმე არ უქადაგა სიყვარული მათ და ქრისტეს მოწაფეობა, ამიჯერეთ რა, მაშინ საერთოდ განწირულები იქნებიან. მართალია ერთის მხრივ რომ ციხე აქტიური ცხოვრებისგან ზღუდავს პატიმარს, მაგრამ აქ მას ეძლევა ყველაზე ძვირფასი დრო, რომელი დროც ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ გაანალიზოს მთელი თავისი ჩადენილი ქმედების ისტორია. ანუ გადააფასოს ზოგადად ურთიერთობები და შეხედულებები. აი მაგალითად ძალიან ბევრ პატიმარს უთქვამს, რომ არა ციხე ისინი რწმენაში ვერ მოვიდოდნენ და ღმერთს ვერ იპოვდნენ და ძალიან ბევრი მალობას უხდის ღმერთს ამ განსასწრებისთვის. მათი აღსარებაც იმდენად ცოცხალია, იმდენად სინანულით არის ნათქვამი და ავსებული, რომ ესეთი შემთხვევა ზოგადად გარეთ მრევლში ძალიან იშვიათია. რა თქმა უნდა, მე ძალიან მტკივა ხოლმე მათთან ერთად, როცა მათ უსაზღვრო ტკივილს ვხედავ და განვიცდი მეც მათი ნამოქმედარის გამო, იმიტომ რომ ეს არასწორი ქმედება ხო მათ ხსოვნაში რჩება ხო? მათ მეხსიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. და სწორედ აი ეს უსაზღვრო სინანულს ბადებს. და ხშირად ტკივილსა და განსასწრებელსაც ხომ გამწმენდელი ძალა აქვს და გვაწყებინებს უფრიზიებას. და ძალაზე მძიმეა კიდევ სამუდამო პატერობაში მყოფი ადამიანები. წარმოიდგინეთ მათი ხედვა, მათი იმედები მხოლოდ იმ ქვეყნიურ სამყაროსადმია მიმართული, თორე აქ მათთვის ყველაფერი ამაოა. ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატიმრები, ჩვენი კეთილგონიერი პატიმრები.